შუაში ანაია ტრიბუნალ დგას შუაში. კარგი, დავიწყოთ. არა, ბევრია რა. დავციო მიკროფონები მეჭაი. მოჭრათ რა. დავციო კიდე და მათი ინტერესის სფერო რა იყო? ანუ ხალხო დავწიოთ მიკროფონები. და მიგოდია ცოტა რომ გამოვიწია. დავიწყოთ მეგობრებო. დავციე მეგობრებო. ჯუსტავია. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რა თქმა უნდა, შეეხებოდა შეხვედრა ადამიანის უფლებების მდგომარეობას ზოგადად საქართველოში. აინტერესებდა მათ შორის მე როგორც სახალხო დამცველი რა პროცესში ვარ ჩართული და იმ ანგარიში, რომელიც წარვაგინეთ პარლამენტში, ამ ანგარიში იყო საუბარი. რამდენიმე საკითხს გადაისვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის დასვით ცხოვრების ჩვენ მოქალაქეების მდგომარეობას. პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, ვინც ახლა საპატიმროში არიან და ამავე დროს დაისვა კითხვები არის თუ არა პასუხისმგებლობაში მისცემული, ვინც შეიძლება იყოს დამნაშავე იმ ადამიანების ცემაში, ვინც იმ პერიოდში იყვნენ ნაცელი და ამავე დროს ერთ-ერთი საკითხი იყო ზოგადად ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში, პოლიციის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში იქნა მიღებული და ასე შემდეგ. ამის იგივე იყო ძირითადად საუბარი. ძალიან კარგი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი პარტნიორი ურთიერთობა, რომელიც უბრალოდ წელია აკავშირებს ბატონო პროექტთან, ასევე კარგად მეორეც ჩამოვიდა. რას ნიშნავს თქვენი გადმოსახედიდან ორი ვიზიტი საქართველოში ბოლო ერთ წელში? ბოლო ერთ წელში შარშანი იყო და წელს ჩამოვიდა. მე ვფიქრობ, რომ სწორია ყოველ წელს ჩამოვიდეს, აუცილებელი არის, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში და საქართველოში მისთვის მნიშვნელოვანია. ის აქედან მიდის სხვა ქვეყნებში, სადაც ასევე აქვს ანალოგიური საკითხები შეხვედრები. ყოველ შემთხვევაში მე მოხარული, როცა ის ჩამოვიდა, როცა მე ჩავდივარ ასევე სტრასბურგში, ყოველთვის ვთქვი, რომ მას შევხვდები და ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც საერთო არის ჩვენთვის, ადამიანის უფლებების დამოწოებაზე, პრობლემებზე და ასე შემდეგ. დაკავებული პოლიტიკოსების საქმეებზეც თუ ვისაუბრებთ? ზოგადად ყველაფერზე იყო საუბარი, ახლა კონკრეტულ საქმეებზე არ ვისაუბრია, მაგრამ აინტერესებდა მათ მდგომარეობა, მათ შორის ძიამაურის მდგომარეობა, დაინტერესდა საპატიმროში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ყველაფერზე აბსოლუტურად მივაწოდეთ ინფორმაცია, რაშიც ვართ ჩვენ ჩართული, ისიც ჩვენ გვიმუშავია და ვაკლებთ მუშაობას. პოზიცია თუ ჰქონდა, მაგალითად, ერთი წლის წინ რეკომენდაციები, რაც დგას საქართველოში ვიზიტის შემდეგ, არასამთავრობოებიც ამბობენ, რომ ფაქტობრივად არც ერთი არ შესრულებულა იგივე დაუსჯელ მოძალადეებზე. ახლა თუ ჰქონდა რაიმე პოზიცია იმ რეკომენდაციებზე, რაც გასცა და რაც არ შესრულებულა. რეკომენდაციებს იგივე ჩვენთან არ ვსაუბრია, ალბათ საუბარი ექნება იმათთან, რომ აღასრულოს რეკომენდაცია. რა ინფორმაცია მიეწოდეთ, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების თვალსაზრისით, ასახის ინფორმაცია განცხადეთ. თქვენ იცით, რომ ცვლილებები, რომელიც შეიძლება კანონმდებლობაში, რომელიც ეხება მათ შორის გრანტების შესახებ კანონს და სხვა კანონმდებლობას, ადმინისტრაციულ სამართალდამცავ კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც შესახებაც მე მქონდა ჩემი პოზიცია, რომელიც გავასაჩივრე საკონსტიტუციო სამართალში დამავლებს ელთოდირის დასკვნა გამოვითხოვე და ესეც დაუვთია ამ საჩივარს. აი ეს ცვლილებები იყო ერთ-ერთი საუბრის საფუძველი, რაზეც მასთან გავცვალეთ აზრები. და ამავე დროს ზოგადად მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რაც ამ ცვლილებებს შეიძლება მოყვეს, მოყვა და პერსპექტივაში რა შეიძლება იყოს ამის შედეგი. თავის პოზიცია თუ დააფიქსირა, რომელსაც ეკითხეთ? მე შემიძლია უბრალოდ ჩემი მხრიდან რაზე იყო საუბარი ამაზე. ბატონო ლევან, თუ შეიძლება Afgan Sadigov-ზე გკითხავთ, ჩვენ ვცდილობდით თქვენთან დაკავშირებას მისი გაძევების შემდეგ დღეებში და ვერ მოახერხეთ. თუ შეიძლება ახლა გკითხავთ მის შესახებ, აღარ მოყვები ახლა დეტალურად რა პირობებში და რა პროცედურების შემდეგ გააძევეს ქვეყნიდან დარწმუნებული იცით, იმიტომ რომ თქვენ მონიტორინგსაც უწევდით თქვენ წარმომადგენელი, როცა სანამ ციხეში იყო მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ცხადია ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება იყო გამოცემული, რითაც აიკრძალა, ასე ვთქვათ, მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა და უფლებადამცველების შეფასებით ეს ვთქვათ გადაწყვეტილება
განვითარება დაარღვია საქართველოს და ეს არის პირველი პრეცედენტი იდეაში თუ ეს მართლა ასეა. როგორც ჩანს განსხვავებული მოსაზრებები არის ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია რომ არ დაარღვეულა ის ტრანსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ასე ვთქვათ. თქვენი შეფასება რა არის უშუალოდ ამ ნაწილთან დაკავშირებით და ზოგადად თუ გქონიათ კომუნიკაცია მასთან ან მის უფლებადამცველებთან გაძევების შემდეგ? მის უფლებადამცველებთან მქონდა კომუნიკაცია, რაც შეეხება შეფასებას, შეფასება აუცილებლად გვექნება ამაზე, იმიტომ რომ როგორც თქვენ ნავნიშნეთ, ასეთ სხვადასხვაობა არის, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ეს საკითხი საკითხების შესწავლას, სამართლის შესწავლას გულისხმობდა, შესაბამისად ამ შესახებ რა თქმა უნდა პოზიცია გვექნება. იმ პროცესში, როდესაც ბატონი სადიგოვი ყოფდა საქართველოში, დაწყებული მისი დაკავებიდან ყოველდღე ყოველდღე ჩართული, მონიტორინგის ჩართულის მდგომარეობას, მის უფლებადამცველებთან ჰქონდა გაწევის პროცესში კომუნიკაცია, ვიცოდით ზუსტად რა პროცესი მიმდინარეობდა. ამაზე მეტის თქმა ახლა შემიძლია, ალბათ ამაზე მეტის თქმა შეუძლია, როდესაც უკვე სამართლებრივად შევისწავლით პუბლიკურად იმ საკითხს, რამდენად სწორედ მოხდა მის საკითხთან გაწევა. ანუ რაიმე განცხადებას უნდა ველოდოთ თქვენგან ამ შეფასებას ამ შესწავლას საჯარო პოზიციას. პოზიციას განცხადების საკითხი იქნება თუ ანგარიში აისახება თუ ზოგადად მედიასთან მithუეს ახლა კომუნიკაციის საკითხია. მადლობა. მადლობა.